გიორგი ძოწენიძე უნიკალური პიროვნება გახდათ გეოლოგიაში. მან რამოდენიმე მეცნიერულ დარგებს ჩაუყარა საქართველოში საფუძველი. ეს არის პალეოვულკანოლოგია, ლითოლოგია და ვულკანიზმის როლი დანალექი ქანებისა და მადნების წარმოშობაში. გიორგი ძოწენიძეს 90 წლისთავი მიძღვრილ საიუბილეო სხდომას და სესიას ორგვარი დატვირთვა აქვს. ერთი ჩვენ ამით პატივს მივაგებთ ჩვენ გამოჩენილ მეცნიერებს და მეორე ის არის რომ მისი სახელისადმი მიძღვნილი არის დიდი სესია, სამდღიანი სესია, რომელიც ჩატარდება გეოლოგიურ ინსტიტუტში. ამჟამად თქვენ მოგიხსენებათ რომ შექმნილი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო მეცნიერები ინდიფერენტულები გახდნენ თავისი საქმიანობისადმი და ეს სესია სამდღიანი სესია ერთგვარ მობილიზაციას გაუკეთებს მათ. ისინი წარსდგებიან თავისი მრავალი წლის შედეგებით. დღეს გარკვეული ინფორმაციული ვაკუუმი არის შექმნილი და ამდენად ეს ახალი მონაცემები გარკვეულ როლს შეასრულებენ მათ მეცნიერულ ზრდაში და გარკვეულ ცოდნასაც და გამოცდილებას მიიღებენ აი ამ სესიის შედეგად. გიორგი, აქვე გავარკვიეთ, რომ მოვედით. აქ სხვათაშორის სტუდენტებმა გვახარეს და გითხრეს, რომ აი გვერდით აუდიტორიას 115 აუდიტორიას, რომელშიც ბატონი გიორგი თავის სიცოცხლის მანძილზე ატარებდა ლექციებს, იგივე ქალბატონ ნუნუ სწორედ იქ უკითხავდა ლექციებს. გადაწყვეტილი აქვს კათედრას, რომ გიორგი ძოწენიძის სახელი მიენიჭოს ამ აუდიტორიაზე, რადგან აი სტუდენტებმაც იციან ამის შესახებ და ესე მოგვახარეს ეს ამბავი, ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ ესეთი კვალი, ნათელი კვალი, რომელიც იმ დიდმა ადამიანმა დატოვა, არ იშლება და ახალ თაობას კვლავაც ახსოვს. მისი სახელი და სწორად არის გააზრებული და დღემდე სწორედ მის ნაშრომებზე და მის გამოკვლევებზე იზრდება თაობები. უნივერსიტეტში დღეს გაიმართება იუბილე ადამიანისა, რომელსაც მსოფლიო დონის აღმოჩენები აქვს აკეთებული თავის დროზე მეცნიერება გეოლოგიაში. აკადემიკოსი გიორგი ძოწენიძეზეა სწორედ საუბარი და უნივერსიტეტში ამ ღონისძიებასთან დაკავშირებით ეხლა ჩვენ იქ იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი რუსუდან მანჯგალაძე, რომელიც იმ აურას პირდაპირ ეთერში გადმოგცემს. რუსუდან, გისმენთ? კი, როგორ გესმის ჩემი? კი, კარგად ისმის, გისმენთ. გამარჯობა გიორგი, საიუბილეო საღამომდე სულ რამოდენიმე წუთი დარჩა, როგორც აღმოაჩენთ, ეხლა ჩვენ ვყოფებით სწორედ გეოლოგია, გეოგრაფიის კათედრაზე, სადაც ძალიან დიდი მზადება არის. დღეს არის, როგორც ჩვენ აღნიშნე, 90 წლისთავი იმ ადამიანისა, რომელმაც სრულიად ახალი ეპოქა შექმნა არა მხოლოდ ქართულ, არამედ მსოფლიო გეოლოგიურ მეცნიერებაში. მე მინდა მის ერთ-ერთ მოწაფედ ქალბატონ ნუნუ ქაფხაძეს გადავცე სიტყვა, რომელიც მასზე უფრო უკეთ ისაუბრებს. გამარჯობათ. ბატონი გიორგი, დიდი მეცნიერი იყო, დიდი საზოგადო მოღვაწე და დიდი ადამიანი. ბატონმა გიორგიმ თავი დაგვამახსოვრა ჩვენ თავისი კეთილსინდისიერი დიდი ბუნებით. აი უკვე 25 წელია ის ჩვენს გვერდით არ არის, მაგრამ ჩვენ მისი შრომებით სარგებლობთ, მისი იდეებით ხელმძღვანელობთ და წარმოიდგინეთ იმას, რასაც არ გააკეთებს ალბათ ძალიან ბევრი შვილი, ამ 25 წლის განმავლობაში არ არსებობს ბატონ გიორგის დაბადების დღე, რომ ჩვენ მისი მოწაფეები სპონტანურად არ მივიდეთ მის სასაფლაოზე და თითო ყვავილი არ დავდგათ. და რაში მდგომარეობდა ეს აღმოჩენები? იყო ამის დიდი დასტური, თუნდაც ის არის, რომ მთელ გეოლოგიური სამყაროდან გამოჩენილი გეოლოგების და მეცნიერების გვერდით მხოლოდ ბატონი გიორგი იყო საკავშირო აკადემიის ნამდვილი წევრი, აკადემიკოსი. მაშინ, როცა მოსკოველი მეცნიერები და საკმაოდ გამორჩეული მეცნიერები თავისი ნებით მიდიოდნენ გადასახლებაში ნოვოსიბირსკში, რომ იქიდან რაღაც ლგოტები ჩამოიტანათ და საკავშირო აკადემიის აკადემიკოსები გამხდარიყვნენ. ბატონმა გიორგიმ დაიმსახურა ეს, ნამდვილად დაიმსახურა და დღეს მე დამირეკეს მოსკოვიდან აკადემიის ინსტიტუტებიდან და ყველა ინსტიტუტში გამოკრულია განცხადება
რომ დღეს ტარდება საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიურ ინსტიტუტში დიდი იუბილე ბატონ გიორგი საგნუძღველი და სამეცნიერო სესია. რუსუდან. სწორედ დიახ. უკაცრავად რაში მდგომარეობს თავად ეს აღმოჩენები და აი უფრო კონკრეტულად უფრო დაწვრილებით იმის შესახებ თუ კონკრეტულად რა სფეროში გააკეთა ესეთი გაკვალა გზა ბატონმა გიორგი ძოწენიძემ ამ შესახებ გეოლოგიური ინსტიტუტის დირექტორს ბატონ მირიან თოფჩიშვილს მინდა კითხვა. გამარჯობა ბატონო. გიორგი ძოწენიძე უნიკალური პიროვნება გახდათ გეოლოგიაში. მან რამოდენიმე მეცნიერულ დარგებს ჩაუყარა საქართველოში საფუძველი. ეს არის პალეოვულკანოლოგია, ლითოლოგია და ვულკანიზმის როლი დანალექი ქანებისა და მადნების წარმოშობაში. გიორგი ძოწენიძის 90 წლისთავი მიძღვრილ საიუბილეო სხდომას და სესიას ორგვარი დაპირთვა აქვს. ერთი ჩვენ ამით პატივს მივაგებთ ჩვენ გამოჩენილ მეცნიერებს და მეორე ის არის რომ მისი სახელისადმი მიძღვნილი არის დიდი სესია, სამდღიანი სესია, რომელიც ჩატარდება გეოლოგიურ ინსტიტუტში. ამჟამად თქვენ მოგიხსენებათ რომ შექმნილი მძიმე ეკონომიური მდგომარეობის გამო მეცნიერები ინდიფერენტულები გახდნენ თავისი საქმიანობისადმი და ეს სესია სამდღიანი სესია ერთგვარ მობილიზაციას გაუკეთებს მათ. ისინი წარსდგებიან თავისი მრავალი წლის შედეგებით. დღეს გარკვეული ინფორმაციული ვაკუუმი არის შექმნილი და ამდენად აი ეს ახალი მონაცემები გარკვეულ როლს შეასრულებენ მათ მეცნიერულ სტანში და გარკვეულ ცოდნასაც და გამოცდილებას მიიღებენ აი ამ სესიის შედეგად. გიორგი, აქვე გავარკვიეთ, რომ მოვედით, აქ სხვათაშორის სტუდენტებმა გვახარეს და გითხრეს, რომ გვერდით აუდიტორიას, 115 აუდიტორიას, რომელშიც ბატონი გიორგი თავის სიცოცხლის მანძილზე ატარებდა ლექციებს, იგივე ქალბატონ ნუნუ სწორედ იქ უკითხავდა ლექციებს. გადაწყვეტილი აქვს კათედრას, რომ გიორგი ძოწენიძის სახელი მიენიჭოს ამ აუდიტორიაზე, რადგან აი სტუდენტებმაც იციან ამის შესახებ და ესე მოგვახარეს ეს ამბავი, ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ ესეთი კვალი, ნათელი კვალი, რომელიც იმ დიდმა ადამიანმა დატოვა, არ იშლება და ახალ თაობას კვლავ ახსოვს მის სახელით და სწორად არის გააზრებული. სწორად არის გააზრებული და დღემდე სწორედ მის ნაშრომებზე და მის გამოკვლევებზე იზრდება თაობები. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა რუსუდან. მადლობა გადაეცი რესპონდენტებს. ჩვენ განვაგრძელოთ პროგრამას და უნივერსიტეტიდან ახლა შეგვიძლია გადავინაცვლოთ კულტურის სამინისტროში, სადაც დღეს დაიწყო საფრანგეთში მცხოვრები ბასკური დელეგაცია.